ოპოზიციურ ალიანსში უთანხმოების ახალი თემა გაჩნდა. გაერთიანების რიგებში გიორგი გახარიასა და ლელოს შეყვანის ინიციატივას ნეგატიური რეაქციები მოჰყვა. გაფართოების იდეა პარტია ახალის ლიდერ ნიკა გვარამიას ეკუთვნის, რომელიც არც თუ შორეულ წარსულში საერთო სტრატეგიისგან გამიჯვნის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის და საპარლამენტო ბოიკოტის დარღვევის გამო ორივე პოლიტიკურ ძალას მწვავედ აკრიტიკებდა და ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებდა. მის პოზიციას, რომ ახლა წარსულის გარჩევის დრო არ არის, ალიანსში არ იზიარებენ. თუმცა ამ საკითხზე ერთსულოვნების შემთხვევაშიც ინიციატივა დარჩებოდა. ორივე პარტია 9 პოლიტიკური ძალის მიერ 2 თვის ინფორმირებულ ალიანსში გაწევრიანებას გამორიცხავს და წითელ ხაზად ნაციონალურ მოძრაობას აცხადებს. ანუ იმ პარტიას, რომელიც გაერთიანებაში ჯერ ისევ რჩება, თუმცა არ უარყოფს, რომ ალიანსის ტაქტიკისა და სამოქმედო გეგმის მიმართ პრეტენზიები აქვს. მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის ლიდერთა ხედვა ალიანსის დანარჩენი ძალების ხედვასთან თანხვედრაში არ არის, რაც 26 მაისს დაანონსებული საპროტესტო შეკრებისთვის მზადებაშიც ჩანს. თანამოაზრეთა რაოდენობის ტესტი. სწორედ ეს მიზანი და შინაარსი განუსაზღვრა ოპოზიციურმა ალიანსმა 26 მაისის აქციას. თუმცა, ვიდრე კარდაკარისა და რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგებს, აქციაზე დაითვლიან, ალიანსში აზრთა სხვადასხვაობა მორიგ თემაზე ვლინდება. თემა კი ერთი მიზნისთვის გვერდით მდგომთა პარტიულ კუთვნილებას ეხება. უფრო ზუსტად იმას, საერთო მიზნისთვის ვინ ვის გვერდით დადგება და ვინ ვის გვერდით არა. მაგალითად, ყველა ერთის წინააღმდეგ პრინციპს იზიარებს ნიკა გვარამია. ამ ყველაში კი გულისხმობს იმ პარტიებსაც, ვისი პოლიტიკური არც წარსული და არც აწმყო მოსწონს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ახლა სწორედ ამ ერთობის დროა. უფრო მეტიც, მათზე ჯერ კიდევ მაშინ იფიქრა, როდესაც ალიანსის საერთო ლოგოს დამფუძნებელი პარტიების ლოგოები თავსებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გონია რომ უმძიმესი შეცდომა იყო 25 და კიდევ უფრო უმძიმესი პარლამენტში დაბრუნება გახარიასი, მიუხედავად ამისა მე აბსოლუტურად ღიად ვამბობდა იმ ლოგოზეც ცარიელი კვადრატის ერთ-ერთი ინიციატორიც ვიყავი, რომ აქ უნდა მივიღოთ ეს ხალხი. იმიტომ რომ ამ ტიპის გარჩევების დრო იქნება ბიძინა რომ წავა მერე. ყველანი ერთად ნიშნავს თუ არა, ყველანი ერთად გავგაგებია. ყველანი ერთად შეიძლება საერთო სიასაც ნიშნავდეს. თუ ეს იქნება ასე, მაშინ იქნება საერთო სიასა. გახარიას პარტია საერთოდ მე ვერ განვიხილავ რამენანაირ პარტნიორად, ეს არის ჩემი პოზიცია. ერთის წინააღმდეგ ყველას გაერთიანების მომხრე გვარამია კი არის, მაგრამ როგორც ჩანს ამ საკითხზე წინააღმდეგობის დაძლევა საკუთარ პარტიაშივე მოუწევს, ისე როგორც უფრო ფართოდ ალიანსში, რადგან თენგო თევზაძე ერთადერთი არ ყოფილა დღეს, ვინც გვარამიას, გახარიას პარტიასთან და ლელოსთან დამეგობრების ინიციატივა დაუწუნა. თევზაძის მსგავსად, პარტია საქართველოსთვის და ლელოსთან პოლიტიკური დამეგობრებისგან თავს შორს ნაციონალური მოძრაობიდანაც იჭერენ. იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც კაფიო სხვა კურსი აქვს არჩეული, უბრალოდ არარეალისტურია რა ვიცი, ხა ესე თეორიულად ყველა ოპოზიციური ძალა შეიძლება იყოს ალიანსის წევრი. თეორიულად, მაგრამ სინამდვილეში პრაქტიკული შანსი ამის არ არსებობს. საერთოდ პოლიტიკაში არის, უნდა მოიკითხოთ ბატონი გახარია რჩება თუ არა პოლიტიკაში. ასევე მისი პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში და რა საკეთებს 6 თვეა პარლამენტში არიან. ლელომ უნდა ჩამოყალიბდეს მის პოზიციონირებაში, მან უნდა დაგეგმოს რამე. მარტო ტელევიზიებით საუბარი და ბრტყელს ლაპარაკი ვერანაირად ვერ დაასუსტებს ივანიშვილის რეჟიმს. ალიანსის გაფართოვების ინიციატივაზე ასეთ რეაქციას, როგორც ჩანს, თავად გვარამია არ ელოდა. ეს კი აშკარად იკითხება იმ სუხო პოსტში, რომელიც გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა და თანაპარტიელებსა თუ მართალია პასიურ, მაგრამ მაინც თანაალიანსელებს ჯერ სიტყვა ყველას მნიშვნელობა შეახსენა, შემდეგ კი გრიგოლ ხანძთელის სიტყვები. ტვინი რომ გასხლა ბევრმა, ყველა გაერთიანდითო. ამ ყველაში რას გულისხმობდით იქნებ განმარტოთ. იგივე ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ლელოს და გახარიას გარეშე ალიანსი ყოფილი ნაცების გაერთიანებაა. დღეს რაღაცნაირად ამბობენ, ლელო და გახარიასთან დგომა როგორ შეიძლებაო. მეორე ნაწილი უკვე არსებული ალიანსის წევრებიდან. ხან ერთზე რომ ამბობენ, მან რა უნდა წავიდესო და ხან მეორეზე ეგ რაღაცნაირი ყველა. თვინიერ საქმეთა სიტყვა იმ მკვდარ არს. გრიგოლ ხანძთელის ამ მაქსიმზე ვარ გაზრდილი თავის მხრივ სახარებიდან რომ მოდის. ვისაც ჰგონია რომ ყველა უდრის ვინც მე მომწონს ყველა. ან შარზია, ან შეგნებულად დესტრუქციულია, ან ქართული ენის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი არასწორად ესმის. არც განვიხილავთ და მომავალშიც არ იქნება განხილული. გვარამიამ თანამოაზრეებსა და თანაალიანსელებს Facebook სტატუსით კი უპასუხა, მაგრამ არაფერი უპასუხია თავად გახარიას პარტიისა და ლელოსთვის, რომლებმაც მის მიერ ალიანსის კარის გახსნასა და ლოგოში შენახულ ადგილს უარით უკვე უპასუხეს. პარტია საქართველოსთვის წითელი ხაზი ნაციონალური მოძრაობაა. ლელო კი თავს ორპოლუსიან პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე პოლუსად მიიჩნევს. ძლივს მივიღეთ მოცემულობა, როდესაც არის
ქართული ოცნება ცალკე, ნაციონალური მოძრაობა ცალკე და რა თქმა უნდა, ლელო თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით არის და აგრძელებს თავის პოლიტიკურ საქმიანობას. ამიტომ საერთოდ წარმოუდგენელი არის ახლა რაზე არის საუბარი და რა ალიანსებში გაერთიანებაზე. ნაცები ჩვენთვის არის წითელი ხაზი. მით უმეტეს ოცნების მიერ მოსყიდული ნაცები. ეს დაადასტურა კობახიძემაც, დინარაძემაც, რომელმაც პირდაპირ ეთერში თავად თქვა, აღიარა, როგორ დაგეგმა და განახორციელა 4 ოქტომბერი. მათ მიერ ჩანერგილი აგენტების მეშვეობით. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, არ გვაინტერესებს მათი დღის წესრიგი. ამ პასუხების შემდეგ გაგრძელდება თუ არა მსჯელობა ალიანსში ლელოსა და გახარიას პარტიის დამატებაზე ჯერ უცნობია, თუმცა მანამდე მმართველი გუნდისთვის ამ ორი პარტიის უარი უფრო გასაკვირია, ვიდრე თანხმობა იქნებოდა, რადგან ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ალიანსში თუ მის მიღმა მყოფი ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური შინაარსი საბოლოოდ ერთ ნიშნულამდე და ერთ მიზნამდე დადის, რომლის მიღწევასაც ოპოზიცია ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე ვერ შეძლებს. როცა კაცი ეძახთი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს რა თქმა უნდა უპრინციპობის გამოხატულება. სინამდვილეში ყველა ეს პოლიტიკოსი არის ერთი კოლექტიური ძალის წარმომადგენლობა, ეს არის უცხოური აგენტურა, კოლექტიური ნაცმოძრაობა. შესაბამისად, მათ შორის ეს რაღაცა კონფლიქტებიც არის აბსოლუტურად ხელოვნური, ეს არის ერთი ძალა. მათ აერთიანებთ ერთი რამ, ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელი. 26 მაისს რა შეეხება და აქ ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვს, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ. გვარამია ეხა ეჭვიანობს ეთყობა გახარიას მიმდევრებზე. იმიტომ რომ ეს ერთი კოლექტიური ნაცმოძრაობა იყო თავის დროზე. გახარია რატო გაგვიდგა ჩვენ? პრემიერ-მინისტრი იყო ყველაზე რთულ მომენტში გადახდა. მელიას ვერ დავიჭერო. მელია ვინა ნაცია. აი ეს ავიწყდება. უბრალოდ ეხა ეჭვიანობენ ერთმანეთს. სინამდვილეში კოლექტიური ნაცმოძრაობას წარმოადგენენ. მეტი არაფერი, რომელსაც ყავთ ერთი პატრონი, ერთი დამფინანსებელი და ამოცანა რა არის? რამენაერად ეს საზოგადოება საქართველოს პოლარიზაცია მოახდინონ და შემდეგ აი ამ ტალღაზე რევოლუცია განახორციელონ. ერთის მხრივ ლელოსა და გახარიას პარტიის უარის შემდეგ და მეორეს მხრივ ალიანსში არსებული წინააღმდეგობის ფონზე. როგორც ჩანს, გვარამიას მცდელობა სურვილი ერთობით ერთის წინააღმდეგ ბრძოლა შეუსრულებელ მისიად რჩება. ახლა საინტერესო ისაა, ჩააბარებს თუ არა ალიანსი 26 მაისს დაანონსებულ თავების დათვლის ტესტს.